მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანი. დღეს პარასკევია, ჩვენ სამუშაო კვირას ვაჯამებთ და თქვენ გახსოვთ ჩვენი ტრადიცია, ყოველთვის ვცდილობთ პარასკევს თავი მოუყაროთ მთავარ ტენდენციას, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში საგრძნობი იყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყოველთვის პარასკევს ჩვენ პასუხობთ მაყურებელთა დაგროვილ კითხვებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად რაც აინტერესებს მაყურებელს, ეს იქნება გათვალისწინებული ძირითად თემაში და გათვალისწინებული იქნება კვების ბლოკშიც. და როდესაც ჩვენ ზაფხულს ვითვალისწინებთ, სეზონს ვითვალისწინებთ, სეზონთან ასოცირებულ პრობლემებს ვითვალისწინებთ, აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს აინტერესებს, რატომ შეიძლება გქონდეს შემაწუხებელი ქავილი ყურში. რა მოხდება მაშინ, თუ ის მრავალფეროვნება მწერებისა, რომელიც ზაფხულში ჩვენს გარშემოა, აღმოჩნდება მაგალითად ერთ-ერთი მათგანი ჩვენს ყურში. და რატომ შეიძლება შეგვიგუბდეს ყური, ან დაგვიგუბდეს ყური. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ამ კითხვებზე პასუხი და ცხადია სეზონურად ძალიან აქტუალური რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი დიდი მეგობარი, გადაცემის გულშემატკივარი, რასაკვირველია ოტორინოლარინგოლოგი, ანუ ყელყურცხვირის ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ლიკა ლომიძე. ლიკა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, თქმა. ძალიან დიდი ხანია ჩვენ მეგობრობს და თანამშრომლობთ და ძალიან ვაფასებთ ასეთ ერთგულ ხანდაზმულ ურთიერთობას, რომელიც თქვენ ჩამოგიყალიბდათ ჩვენს გადაცემასთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვიგროვდება ხოლმე სეზონურად რაღაც პრობლემური კითხვები, ყოველთვის გთხოვთ დახმარებას და მოდით დავიწყოთ იმ კითხვით, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, რომელიც თითქოს ძალიან მარტივი და ბანალური პრობლემა ამ დროს შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზულ სამედიცინო პრობლემასთან დაკავშირებული. ქავილი ყურში და ყურის ქავილი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფორმულირებით გვაწოდის მაყურებელი, მაგრამ არის თუ არა ეს ხშირი პრობლემა და რამდენად ხშირად უშუალოდ თქვენ სპეციალისტებს მოგმართავენ პაციენტები. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა ამ სეზონზე ნამდვილად. ყურის ქავილი ბევრმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს და ყველაზე ხშირი რაც არის, ეს არის ინფექცია ყურში. ინფექცია ყურში განსაკუთრებით სოკოვანი ინფექცია, რომლის გამომწვევი სხვადასხვა სოკო შეიძლება იყოს და შესაბამისად არის სიმპტომებიც, ამას მხოლოდ სპეციალისტი ან ნაცხის ანალიზი განასხვავებს რა ინფექციამ გამოიწვია ანთება. ანთებითი პროცესის დროს, სოკოვანი ანთების დროს, ხდება სისვლის წარმოქმნა გარეთა სასმელში, ხდება იმ წარმონაქმნის სველი ქაღალდის მაგვარი წარმონაქმნის ან ობის მაგვარი წარმონაქმნის დაგროვება ყურში, რომელიც შემდგომ იწვევს როგორც დაგუბებას, ასევე ქავილს, დისკომფორტს და თუ ეს დროულად არ იქნა ალაგებული და ნამკურნალები შესაძლოა გამოიწვიოს უკვე შუაყურის ანთებაც, რომელიც გადადის დაფის აფქზე და შემდგომ უკვე შუაყურზე და სერიოზული გართულება. ამიტომ დროულად არის საჭირო დიაგნოზის დასმა. ხშირად არც გვჭირდება ხოლმე სოკოვანი ინფექციის დროს ნაცხის ანალიზი, რადგან ჩახედვით ოტოსკოპიით, მიკროსკოპის საშუალებით რასაკვირველია, დიფერენცირება შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვეულებრივ ბაქტერიულ ანთებასა და სოკოვან ანთებას შორის. ამ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ანტიბიოტიკოთერაპია, გამოირიცხოს წყლის მოხვედრა ყურში, რაც ძალიან ამწვავებს და გართულებას უწყობს ხელს და უნდა მოხდეს ყურის ტუალეტის ჩატარება მიკროსკოპიის ქვეშ, ამოსრუტვა მშრალი მეთოდით, სრუტით და დამუშავება ანტიმიკოზური და ანტისეპტიკური საშუალებებით. ანუ რეალურად სოკოს საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობა, დიახ. ვის ემართება? რატომ შეიძლება დაგვემართოს? იმიტომ რომ როგორც წესი, მაყურებლები, როდესაც შეიტყობენ ხოლმე რაღაც პრობლემის შესახებ, საკუთარ თავზე ფიქრობენ, მე შეიძლება დამემართოს, მე განვიხილები რისკის ჯგუფში. ყველა ადამიანს ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სქესის და პროფესიის ადამიანს შესაძლოა დაემართოს სოკოვანი ინფექცია ყურში, ანუ ოტომიკოზი. სოკოვანი ინფექცია ყველაზე კარგად ვრცელდება წყლიდან. აუზებში, დაბინძურებულ აუზებში, დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში. ასევე ხშირია
ყურის ჭხირების გამოყენებით გავრცელება ინფექციის, რადგან ყურის ჭხირი თვითონ არ არის სასურველი, ყურის გაწმენდა ყურის ჭხირით და გამოვიყენოთ სასურველია მხოლოდ გამშრალების და არა ყოველდღიური ჰიგიენის მიზნით და ხშირად ყურის ჭხირი ინახება არაშესაბამის პირობებში. ანუ დატენიანებულ გარემოში მისი შენახვა იწვევს ზოგჯერ თვითონ ბამბის დაინფიცირებას და სწორედ ამ ბამბით გაწმენდა ნესტიანი გარემოდან ბამბით გაწმენდა, აი საპირფარეშოში სააბაზანოში გვიდევს ხშირად ეს ყურის ჭხირები, შესაძლოა იქაც გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება ბამბაში და აქედან ინფექციის შეტანა. გარდა ამისა, ნებისმიერი უცხო სხეული, რომელთაც შეგვიძლია ხშირად გვხდება ხოლმე ყურის დაბინძურება, რაც ყურში გაწმენდის და მქავილის მიზნით ხშირად ხმარობენ. ზოგი გასაღებს ხმარობს, ზოგი ნებისმიერ სხვა ჭხირს და სხვათა შორის სამწუხაროდ მე აღმოვაჩინე, რომ ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში არის კბილის ჭხირებით, ანუ პირის ღრუს გასაწმენდი ჭხირებითაც კი ყურის დამუშავება, რაც წარმოუდგენელია თავისი რისკებით. სხვადასხვა და თუნდაც დაბინძურებული ხელით შეგვიძლია გადავიტანოთ ინფექცია. ამასთანავე ერთი ყურის გაწმენდის შემდეგ მეორე ყურზე შესაძლოა იგივე ჭხირის გამოყენებით, ან იგივე ჩვენ თვითონ ვავრცელებთ რეალურად ასეთ დროს ხელს უწყობთ. მერე რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, უკვე როცა იწყება დისკომფორტი ყურში, აქვთ სისველე, აქვთ ქავილის შეგრძნება, ხშირად იდებენ ბამბას და იტოვებენ. რომ მოდის პაციენტი ჩვენთან ხშირად ვხედავთ, რომ ყურში ბამბით მოდის. როცა ვეკითხებით, რატო იყენებს ბამბას, სიამოვნებთ ის, რომ ცივი ჰაერი არ მოხდეთ და გონიათ, რომ იცავენ ამას ყურს დაბინძურებისგან გარემოს ფაქტორების, მაგრამ სინამდვილეში ბამბის ჩატოვება ყურში ხელს უწყობს შიგნით სიღრმეში სოკოვანი ინფექციის გავრცელებას. სოკოსთვის იდეალურ პირობებს ვქვნით, ჰაერი აღარ მოძრაობს, სისველი არის, სითბო არის და სოკო ვრცელდება ძალიან იოლად. ამას აუცილებლად სპეციალისტთან ჭირდება დამუშავება, გარეთა სასმენი მილის და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა. რასაკვირველია, ჩვენ რეკომენდაციებში შედის ხოლმე ის, რომ მოერიდონ პირველ რიგში წყალს, თუნდაც აბაზანის დროს დაიცვან ყური ჩვეულებრივი ნებისმიერი მალამოთი ვაზელინიც რომ იყოს, ნებისმიერი მალამოთი შეგვიძლია ბამბა გავშღინთოთ და ისე ჩავიდოთ მხოლოდ აბაზანის დროს, რომ ეს არის დროებით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი მორჩება აბაზანას და სველგარმოში ყოფნას პაციენტი, ეს აუცილებლად უნდა მოშორდეს ყურიდან, რომ ჰაერმა იმოძრაოს და სოკოს არ შეექმნას იდეალური პირობები განვითარებისთვის. კითხვა მაყურებლის, სანამ ვიდრე თქვენ საუბრობდით, მანამდე ეს კითხვა მე მოვისმინე და ამიტომ გადმოგცემთ ამ კითხვას, როდესაც ღამის განმავლობაში რომელიმე ყურიდან ძლიერდება გამონადენი, ანუ არის დღევადი გამონადენი და განსაკუთრებით, როგორც ჩანს ჩვენმა მაყურებელმა შენიშნა, რომ ეს აქვს უპირატესად იმ მხარეს, რომელზედაც წევს. ანუ რომელ მხარესაც წევს, იმ ყურიდან აქვს გამონადენი. და რამდენად შეიძლება იმ თემას უკავშირდებოდეს, რაზედაც თქვენ საუბრობთ, ან რა შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? ყურში გამონადენი, ყურიდან გარეთსასმენი მილიდან გამონადენი შესაძლოა ასევე შუაყურის ანთებამაც გამოიწვიოს. შუაყურის ჩირქოვანი ანთების დროს ხდება დაფისაბკის დაზიანება, საიდანაც გადმოდის უკვე ეს ჩირქოვანი მასა, თუ უფრო თხევადი მოყვითალო ჩირქისფერია, ან თუნდაც წყლისფერი, ექსუდატი, ეს გულისხმობს, რომ არის შუაყურის ანთება, დაფისაბკის დაზიანების შემდგომი პერიოდი, მაგრამ თუ ეს გადმოსული მასა არ არის დიდი რაოდენობით და მხოლოდ შესაძლოა დაასველოს ოდნავ ბალიში ან გაწმენდის დროს ჭხირი, ეს შესაძლოა იყოს სოკო და ახლავს ქავილი. ამ დროს სოკოს დროს სითხე იმდენი არ გამოიყოფა, რომ გარეთ გადმოვიდეს, თუ არ არის უკვე გართულებული შუაყურის ანთებით. ამიტომ აუცილებელია ხოლმე მაგის დიფერენცირება. ყურიდან გამონადენი თავიდან შუაყურის ანთების დროს იწყება ზოგჯერ ჰემორაგიული თვითონ ვარდისფერი სისხლნარევი ხდება ხოლმე ეს ექსუდატი და ამით უნდა მივხვდეთ, რომ ეს არის უკვე შუაყურიდან გადმოსული მასა, რომელმაც დააზიანა დაფისაბკი და აი იმ გახეთქვის დროს, დაფისაბკის დაზიანების დროს შეერია სისხლის წვეთი და სრულიად სისხლი არ არის რასაკვირველია კვასკვასა წითელი, როგორც სისხლისფერს ახასიათებს, მაგრამ არის მოვარდისფრო შეფერილი ლორწო ბლანტი. შემდგომ უკვე გადადის ხოლმე ზოგჯერ ჩირქოვანში თუ დროულად არ მოხდა მისი მკურნალობა. ეთქვათ რომ შევაჯამოთ, თუ ჩვენ გვაქვს ქავილი და გამონადენი ყურიდან. რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ეჭვი მივიტანოთ სოკოვან ინფექციაზე, მაგრამ
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიაგნოზი დაგვცოთ საკუთარ თავს და რომ ეს ნიშნები მხოლოდ სოკოვან ინფექციაზე მივანიშნებს, არ დავიწყოთ თვითმკურნალობა, არ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკოთერაპია, მოვერიდოთ წყლის პროცედურებს მანამდე, ვიდრე არ მოვხვდებით ექიმთან და რაც თავარია წყლის პროცედურებთან დაკავშირებით სიფრთხილე არ ნიშნავს, რომ ჰიგიენაზე ვთქვათ უარი, უბრალოდ ამ დროს ყურს ვიცავთ წყლისგან, რომელიც ამ შემთხვევაში არის დამატებითი რისკ ფაქტორი. არ გამოვიყენოთ ბამბის საცობი და კიდევ რაც თავარია არ შეუქმნათ სოკოს ნიადაგი ნოყიერი განვითარებისთვის. კი ბატონო. და ერთგვარად შევაჯამეთ ეს ნაწილი, მით უფრო რომ მისი მკურნალობისათვის აუცილებლად დიაგნოსტიკისთვისაც და მკურნალობისათვისაც უნდა მოხდეს ექიმთან. ჩვენ გვაქვს ახლა ჩვენი რუბრიკა, რომელიც თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია. ნაცნობია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველი რუბრიკა არის ჩვენი გადაცემის პროექტი და მრავალწლიანი ისტორიები, მრავალი წლის განმავლობაში თქვენთვის მოთხრობილი ისტორიები ერთგვარ გალერეას ქმნის, სადაც განსაკუთრებული ადამიანების განსაკუთრებული თავგადასავალი იყრის თავს და ისეთი რუბრიკა, როგორიც არის მშობლის დღიური, თავის დროზე დედის დღიური იყო, მერე მამები შემოგვერდნენ, ბებია-ბაბუები შემოგვერდნენ და იქცა მშობლის დღიურად. ეს არის განსაკუთრებული თავგადასავალი და ისტორიები იმ ადამიანებისა, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვების პრობლემებზე გვიყვებიან, არამედ საზოგადოებას აჩვენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის როლი, ოჯახის ტვირთი, როგორც სამედიცინო, ასე ფსიქოემოციური, ზოგჯერ ეკონომიკური და სოციალურიც კი. ქრისტი შანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. ჩემმა შვილმა საკუთარი თავმა პონინა. ჩემი შვილი სამყაროს გარეშე სხვა ადამიანი ვიქნება. მე მირიანის დედა. ჩემი შვილი ყოველთვის ხსნობს თუ როგორ განწყობაზე. მე ნიკას მამა ვარ. დაინახე რა მე უნდა შენ შვილს ლევანჩოს ბარბარეს ალექსანდრეს და მიეხმარე ბიზნეს მე მიღწევაში. გაბრიელის მამა ვარ. ანდრიამ მასწავლა სიყვარული მისადმი, რა თქმა უნდა, შობლისადმი. ყველა ბავშვი იმდენად შემიყვარდა, ანუ ადრე იმდენად ეგრე არ ვიყავი, მაგრამ დედა რო გავხდი და შვილი რომ ყავს, სულ სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა ბავშვებისადმი. და ალბათ ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი მაინც ჩემი შვილია და ალბათ ეს ყოველთვის აი ესე იქნება. ანდრია არის 6 წლის, დაიბადა თბილისში და ანდრიას დიაგნოზი არის მიკროცეფალია, გონებრივი ჩამორჩენა. ორსულობიდანვე გვეუბნებოდნენ, რომ თავზე ჰქონდა პრობლემა, რომ დაიბადა, მერე უკვე გადავუღეთ ტომოგრაფიები, კატეები და მანდ უკვე დაუდასტურდა, რომ ანდრიას აქვს გონებრივი ჩამორჩენა. განვიცადე თან ძალიან, იმიტომ რომ რეალურად არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე. დიაგნოზი როგორც კი გავიგე და როგორც კი მოვიძიე, მაშინვე დავიწყე მე თვითონ ბავშვთან მეცადინეობა, ანუ სახლში ვარჯიშობდით მე და ანდრია, იმიტომ რომ ბავშვისთვის ძალიან დიდი პლუსია და ძალიან დიდი წინსვლარი თუ მშობელი მაქსიმალურად გვერდში უდგას შვილს. მას შემდეგ მკურნალობთ, ძალიან ბევრი თერაპიები უტარდება, ქცევითი, ფიზიკური, ასევე ადრეული მეტყველება და ბევრად იდეალურად არის ახლა ბავშვი შედარებაც კი არ ღირს, იმიტომ რომ ანდრიას პრობლემა ძირითადად იყოს საუბარი. ეხლა უკვე ძალიან ბევრ სიტყვებს ამბობს, შეიძლება წინადადებაც გადააბას და ინგლისურსაც ძალიან ნაკლებად იყენებს. ანდრია როცა შემეძინა, მეგონა რომ 20 წლის ბავშვი ვიყავი. მაგრამ აი 20 წლის ასაკშიც ანდრია რო გაჩნდა, მან მივხვდი რომ ნამდვილი დედა ვარ. თან გმირი პლუს. მე რო ჩემშვილს რო არ დავდგომოდი გვერდში, ალბათ წინ ვერ წავიდოდა. და ალბათ ისევ იგივე ადგილას ვიქნებოდი. ერთი და იგივე მხარდაჭერა სჭირდებათ შვილებს. და სასირცხვილო საერთოდ არაფერი არ არის, რომ იცი მე ესეთი შვილი მყავს. ანუ ის არის შენი შვილი და ის აუცილებლად შენ როგვერში რო ედგები, შენი შვილი აუცილებლად დადგება ფეხზე.
უბრალოდ მაქსიმალი უნდა ჩადო შენ შულში, რომ შენმა შვილმა მერე თქვას ის, რომ მე გვერდში მყავდა ანუ დედა, რომელმაც მე ეს გამაკეთებინა და მე შევძელი. დედა რო არ უკვე სხვა აზროვნება მაქვს, სხვა ფიქრები, ლოგიკურად სხვანაირად მსჯელობ ბევრ რაღაცას, ისე რთულად აღარ ვუყურებ რეალურად, როგორც მანამდე შეიძლებოდა, რომ შემეხედა და მაინც ყველაზე მეტად ალბათ იმის მადლიერი ვარ, რომ ძალიან ძლიერი გამხადა. ანდრიაც გვერდში ისე მიდგას, როგორც შეუძლია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მე და ანდრიუშა ყველაფერს შევძლებთ და მაქსიმალურს გავაკეთებთ ერთმანეთისთვის. ანდრიაც გვერდში რო არ მედგეს, კიდე შეიძლება ცოტა რთულად ყოფილიყავი, მაგრამ მადლობა, რომ ძალიან ისე მყარად ვდგავარ და ჩემ საქმეს რაც მევალება ამ ცხოვრებაში იდეალურად ვაკეთებ ფანტასტიკურად. ძალიან საყვარელია ხასიათით, აი ისეთ საყვარელია, რომ ალბათ მგონი არავის არასდროს არ აწყენინებს. ყველა უყვარს. ვიღაც უცხომაც რო უთხრას წამოდიო, გაყვება ალბათ. იმიტომ რომ რატომღაც ყველას ნდობა აქვს. ერთ სიტყვით ისეთი საყვარელი, რომ ყველას თავს აყვარებს. სულთან, მარტო გამოხედვით ეს ბრიალა თვალები რო აქვს, ყველა გიждდება ანდრიაზე და ბედნიერი დედა ხარ. კი, მართლა. ანუ მთელი გულით ვამბობ, რომ ანუ ის სოფო 19 წლის სოფო და ეხლა 27 წლის სოფო ძალიან განსხვავდება და ბევრად კარგია. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. არასდროს არ შეგრცხვეთ დიაგნოზის, იმიტომ რომ ყველაფერი არის გამოსწორებადი. და როცა თქვენი შვილი გაიზრდება, აი მაშინ იტყვით, რომ აი რამდენი რაღაც გამიკეთებია ჩემი შვილისთვის, რომ ესეთ გზაზე დავაყენეო და მე აუცილებლად გირჩევდით, რომ სანამ პატარები არიან, მიხედოთ, რომ მომავალში უკვე ძალიან მაგრად იყვნენ თქვენი შვილები. შემდეგი კითხვა, რომელიც ჩვენს მაყურებელს ჰქონდა, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამ სიუჟეტის შთაბეჭდილების ქვეშ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუბრუნდოთ მაყურებლის კითხვას და კითხვა ეხება წერი ყურში. რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ჯერ თავისთავად საკმაოდ დრამატულად აღსაქმელია, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს ამას. მეორე ალბათ გასამიჯნია ერთმანეთისგან მართლაც არის მწერი ყურში, თუ ადამიანს აქვს ასეთი შეგრძნება ან ხმაურის ის თავისებურება, რომელიც ტინიტუსის სახელით არის ცნობილი. მოკლედ, ზაფხული ადამიანები არიან ღია სივრცეში, სადაც ბევრი მწერია, ზოგს ძინავს კიდეც ლაშქრობის დროს, ან აივანზე უყვარს ვიღაცას ხო, ღიაცის ქვეშ. განსაკუთრებულად ხშირი მაგ შემთხვევაშია წერი ყურში, როდესაც ბუნებასთან გვაქვს ხოლმე შეხება, მინდორში წამოწოლა, თუნდაც ჩაძინების გარეშე, ჩაძინება მით უმეტეს, იმიტომ რომ სანამ ღრმად არ მოხდება მწერი ვერ შევიგრძნობთ და ძალიან ხშირია ჩვეულებრივ სინათლის გარემოში, როცა ღამე სიბნელეში რამე განათებასთან ვზივართ, როცა ეს მწერები გაურკვევლად ქაოსურად დაფრინავენ, მცირე ზომის ქინქლა იქნება ეს თუ მცირე ზომის ბუზი, კოღო ხშირად ხდება ყურში. ხშირია რომ თვითონ ახდენს გამოსვლას და აგნებს გამოსასვლელ გზას მწერი, მაგრამ ხშირია შიგნით ჩარჩენაც. ამ შემთხვევაში იწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს, ყველაზე ცუდი შემთხვევაა, როდესაც ასწრებს კბენას შიგნით კოღო, თუნდაც დაფისაბგზე სისხლჩაქცევის სახით ვლინდება ხოლმე ეს თუ შეშუპებას ვითარდება, დიახ. ასევე დისკომფორტია გარეთასასმენ მილში მისი შეხება და მით უმეტეს კბენითი ხასიათის ზემოქმედება და ამ დროს პირველი რაც შეგვიძლია ურჩიოთ პაციენტს სანამ კლინიკაში მოვა, ეს არის სპირტის ჩაწვეთება, 1-2 წვეთი სპირტი, საერთოდ ყოველთვის არ შეიძლება სპირტის გამოყენება ყურში. და ბოლო ხანებში საერთოდ აღარ საუბრობთ ხოლმე ამის შესახებ, მაგრამ ეს გამონაკლისია. გამონაკლისია, რადგან ალკოჰოლი იწვევს მწერის თრობას, შეიძლება ანუ რეალურად ვათრობთ წერს, რომელიც კარგავს მოძრაობის უნარს და გარდა ამისა სითხემ შესაძლოა თვითონვე ამოიტანოს უკვე ეს ანუ მექანიკურად ამორეცხოს? მექანიკურად გამოიყვანოს გარეთ. თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს მაგ დროს თუ არის დაფისაბგის დაზიანება, თუ ვიცით რომ ანამნეზში გქონდა
ყურის ანთება და იყო ჩირკდენები ყურიდან, ან რამე ტრავმა ქონდა ყურზე მიღებული. ამ შემთხვევაში სპირტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და როგორ უნდა მივხვდეთ, მართლა შემოგვიფრინდა ყურში წერი, რომელიც ბზუის თუ ბზუილი გვესმის ყურში და ეს ცოტა ძნელი გასარჩევია ხოლმე თვითონ პაციენტისთვის. ხშირად მოდიან მაგ ჩივილით, რომ ვიცი რომ ნამდვილად პეპელა ფართხალებს ყურში და არ ჯერათ რომ მიკროსკოპით როცა დავათვალიერებთ მაინც გონიათ რომ მაინც არის რაღაცა მწერი რომელიც იწვევს ამ ხმაურს. ამ შემთხვევაში უკვე ვაკეთებთ საიდენტიფიკაციოდ ყურის კვლევას, ეს არის აუდიომეტრიული კვლევა, რომელიც ადგენს ზუსტად იმ ჩივილის მიხედვით ხმაურს, რაც იწვევს ნეიროეპითელის ცვლილება, იწვევს ხოლმე ხშირად ხმაურს და ზოგჯერ მაღალ სიხშირეებზე აღინიშნება ხოლმე მხოლოდ სმენისთვის ეს შეუმჩნეველია. პაციენტი აღნიშნავს, რომ სმენა აბსოლუტურად ნორმა აქვს, მხოლოდ ხმაური ესმის. ეს ხმაური შესაძლოა იყოს არა მარტო კოღოს წვილის მსგავსი, არამედ სისინი, შუილი, შიშინის, ზარის ხმა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ბგერები შეიძლება ისმოდეს, ეს დამოკიდებულია ნეიროეპითელის ლოკალიზაციაზე, რომელი ნაწილია დაზიანებული და ამ შემთხვევაში უკვე საჭიროებს კვლევას, რასაკვირველია და შემდგომ მკურნალობას იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს პროცესი და აღარ გამწვავდეს ისე, რომ შემდგომ პროგრესირება განიცადოს და სმენის დაქვეითება წავიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი განმარტება, იმიტომ რომ უბრალოდ ჩემი სუბიექტური შეგრძნება, რომ ყურში ბზუილის ხმა მესმის და მწერის არსებობა სითქოს შევიგრძნობ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნამდვილად ვთქვათ, რომ დიახ ეს ასე, ამას სჭირდება აუცილებლად გარკვევა. მე მაქვს ასეთი შეგრძნება თუ ობიექტურად არის ჩემს ყურში კონკრეტული მწერი და სპირტის გამოყენება შეიძლება იყოს ბევრისთვის ძალიან კარგი საშუალება. ცხადია იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, თუ ყურის ანთება აქვს გადატანილი ადამიანს, თუ დაფისაბკის ფრთლიანობა დარღვეულია და ასე შემდეგ. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთი გავრცელებული კითხვა, რომელიც თქვენ განმარტებებს მოითხოვს და რაც მთავარია, ამაზე თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში, მაგალითად, ყვინთვის დროს ყურის შეგუბება, შხაპის დროს ყურის შეგუბება და ზაფხულში, როცა ცხელა, ეს წყლის პროცედურებით ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ზოგადად ყურის შეგუბების შესაძლო მიზეზები რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ წეგან სოკოვან ინფექციაზე საუბრისას, იგივე მწერებზე საუბრისას, თქვენ ბრძანეთ, რომ სრულიად შესაძლებელია ამ დროს ადამიანს ყური შეუგუბდეს. კიდე რა შემთხვევაში შეიძლება ქონდეს შეგუბების ყურის დაგუბება შესაძლოა იყოს არა მხოლოდ გარეთა სასმელმილში არსებული პროცესის მაჩვენებელი, არამედ შესაძლოა იყოს შუაყურში ევსტახის მილის, რომელიც ცხვირსა და ყურს აკავშირებს ერთმანეთთან, იმ არხის დაგუბების შედეგი. ეს ნებისმიერ ჩვენთანგანს გამოუცდია ალბათ ყურის დაგუბების შეგრძნება ვირუსული ინფექციის დროს, ცხვირის გაჭედვის დროს, ნებისმიერი ცხვირის გაჭედვა იწვევს ხოლმე ზოგჯერ ყურის დაგუბებას და ეს შესაძლოა მოიხსნას არა ყურიდან, წვეთებით და სხვადასხვა მედიკამენტით, არამედ ცხვირში ჩაწვეთებით სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენებით, რომელიც გახსნის, მოხსნის შეშუპებას ევსტახის მილში და გამოიწვევს ყურის გახსნის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში შესაძლოა ასევე განვითარდეს არა ინფექციის დროს და რინიტის დროს, არამედ წნევის ცვალებადობის დროს. ეს იგივე ვითარდება ყვინთვის დროს, როდესაც წყლის ქვეშ ღრმად ჩავდივართ წნევის ცვალებადობაზე, ან მაღლა ასვლის დროს, როდესაც ხდება ასევე დაგუბების შეგრძნება უარყოფითი წნევის შექმნით შუაყურში. მაგალითად თასში მოგზაურობისას ეს საკითხები ყველა ახლა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ზღვაზეც და მთაშიც ადამიანი შეიძლება ასევე ფრენის დროს სულ მინდა ხოლმე ფრენის დროს, როცა შემხედრია, რომ ბავშვებს ამგზავრებენ, ჩვილი იქნება ეს თუ მოზრდილი, ხშირად არის ხოლმე მოზრდილმა შეიძლება გამოხატოს ეს, რომ ყური მტკივა და იმიტომ ტირი, მაგრამ ეს ჩვილები ტირიან ისე, რომ ვერ აგებინებენ ვერც მშობელს და ვერც გარშემომყოფებს, რა პრობლემა აქვს. ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვილ ბავშვს ან სოსკა მივცეთ, საწოვარა მივცეთ ფრენის დროს, ან თავისი ასაკის შესაბამისი წვეთები წავიღოთ გზაში სამგზავროდ, იმიტომ რომ მცირე მოცულობა აქვს და ფრენის დროს არ არის პრობლემა ატანა ამ წვეთების და ჩვენთვისაც სასურველია ხოლმე თუ ვიცით, რომ გვაქვს წვრილი ევსტახის მილი, რომელიც ხშირად იწვევს დაგუბებას, ცხვირის პრობლემა, რომელიც ჩვეულებრივად კი შესაძლოა განვითარდეს ხოლმე არა მარტო წნევის ცვალებადობის დროს, აუცილებელია გავიყოლოთ ფრენის დროს ის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, რომელსაც შევისხურებთ უშუალოდ აფრენისას
და თუ ხანგრძლივი ფრენა გვიწევს დაფრენისას. თუმცა 60 საათიანი ფრენის დროს არ საჭიროებს განმეორებით ჩაწვეთებას. აფრენა და ფრენაზე სწრაფი ასვლა, როდესაც ხდება მაღალ წნევაზე, ხდება ხოლმე სწორედ ის ცვალებადობა. თუნდაც უბრალოდ მანქანით მოგზაურობის დროს, მთაში ასვლის დროს ხშირად გამოგვიცდია ეს და ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა, რა თქმა უნდა, სისხლსაღვთა შემავიწროებელს ვერ გავუკეთებ ესეთ რეკლამას, რომ ხშირად გამოიყენონ, მხოლოდ ერთჯერადად, მხოლოდ მგზავრობის დროს, თუ ვიცით, რომ ეს პრობლემა გვაქვს. თუ ეს პრობლემა არ გვაქვს, რასაკვირველია არ არის სასურველი გამოყენება. საწოვარ ბრძანეთ და მაგალითად უფროსებისთვის საღიჭი რეზინი. არის ერთ-ერთი ჩამონათვალში ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გამოიწვევს ხშირი ყლაპის რეფლექსის განვითარებას. ხშირი ყლაპვა ნერწყვის თუნდაც სულ რომ არ იყოს ეს კამფეტი და სხვადასხვა საშუალება, იწვევს უკვე ევსტახის მილის გახსნას პერიოდულად და ეს გაგვიადვილებს აი ამ პროცესს და ამ პერიოდს, რაც ზოგჯერ ძალიან პრობლემას უქმნის. საცობით გამოწვეული შეგუბება და ზაფხულის სეზონი ზრდის თუ არა ამის რისკს? რასაკვირველია, საცობი, როდესაც არის გარეთა სასმენ მილში, ეს იწვევს ხოლმე უკვე ჩვეულებრივ, როდესაც საცობი გამხმარია და არ ავსებს გარეთა სასმენ მილს და ნაწილობრივი დაგუბებაა მისი. ამ შემთხვევაში ზოგჯერ დაგუბების შეგრძნება არ არის თუ არ მოხდა წყალი. წყალი და სხვადასხვა წვეთის ჩაწვეთება იწვევს საცობის გაფუებას, რომელიც ავსებს უკვე გარეთა სასმენს და როგორც კი ვაკუუმი შეიქმნება, იმ წუთში პაციენტი გრძნობს ამ დაგუბების შეგრძნებას და სასურველია ზღვაზე ან საზაფხულოდ დასასვენებლად წასვლამდე, თუ პაციენტმა იცის, რომ მას ჩვეული დაგუბება აქვს, დაგროვება აქვს გორგირდის საცობის გარეთა სასმენ მილში, სასურველია მისი პროფილაქტიკისთვის გასუფთავება ან კონსულტაცია სპეციალისტთან, რომ შემდგომ უკვე აუზის წყალმა ან ზღვის წყალმა არ მოახდინოს მისი გაფუება და არ მოხდეს იქ უკვე გარეთა სასმენი მილის ანთების განვითარება. ეს ძალიან ხშირია ხოლმე მაგ შემთხვევაში ზღვაზე გარეთა ყურის ტკივილი, რომელიც გაუსაძლისია ხშირად, იწვევს ღეჭვის გაძნელებას, იწვევს პირის გაღების გაძნელებას, გარეთა სასმენი მილის შეშუპებას და სმენაზე აღარ არის ლაპარაკი დაგუბებას, ჯობია წინასწარ მოვიწესრიგოთ სუფთა ყურებით ზღვაზე ან აუზში ჩასვლა, გაცილებით ნაკლები რისკია გარეთა სასმენი მილის ანთების განვითარებისთვის. არა და პირიქით ხდება ხოლმე, როგორც კი ასეთი შეგუბება და ტკივილის წყება, იწყება სხვადასხვა ჩხირის საშუალების გამოყენება, წვალება ყურის რეალურად. არა და თქვენი რეკომენდაცია ზუსტად იმას მიუთითებს, რომ პირიქით ჯერ ყური უნდა შეფასდეს, წინასწარ მოვამზადოთ ყური, გავასუფთავოთ და ისე წავიდეთ ზღვაზე ან ისე ჩავიდეთ თავზე. ძალიან დიდი მადლობა ალიკა მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის და მადლობა რომ მოგვეცით საშუალება გვეპასუხა ასე ამომწურავად ჩვენი მაყურებლისათვის საინტერესო კითხვებზე. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი პირდაპირ ეთერში გახლდათ ოტორინოლარინგოლოგი, ანუ ყელყურცხვირის ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ლიკა ლომიძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, რადგან წინ ტრადიციული კვებითი შუქნიშანი გვაქვს. ტრადიციულად ყოველ პარასკევს ჩვენ ვცდილობთ არა უბრალოდ ფერების მიხედვით დავალაგოთ პროდუქტები, არამედ ამ პროდუქტებს მოვუძებნოთ ადგილი თეფშს. ეს არის ჩვენი ტრადიცია და მე ვფიქრობ ჩვენი გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ვიდრე თეფშზე აღმოჩნდება ჩვენი პროდუქტები, ჩვენ მიერ შერჩეული პროდუქტები, მოდით ტრადიციულად გავყვეთ შუქნიშნის ფერებს და მე ახლა სწორედ შუქნიშნის ზონაში გადავინაცვლებ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ ფერებზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ფერთან ასოცირებული რეკომენდაციები ადვილად დასამახსოვრებლად და კიდევ უფრო ადვილად გამოსაყენებლად. მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით, წითელი შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით, მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. თქვენ იფიქრებთ, რომ დღეს მწვანე და წითელი ზონა თავისუფალი გვაქვს და არაფერი გვაქვს სათქმელი. ასე არ არის. რეალურად ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი, უბრალოდ განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციოთ ყვითელ ზონას. რატომ? იმიტომ რომ
ამ ზონაში დღეს თავმოყრილია პროდუქტები, რომელთა ჩამონათვალი თქვენ ძალიან გეცნობათ და მეორე მხრივ გარკვეული სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყურის ჯანმრთელობა დავიცვათ. დიახ, თუ ჩვენ გვინდა კარგი სმენა და ყურის ჯანმრთელობა უზრუნველყოთ ჩვენი გადაწყვეტილებებით, მაშინ საკვებში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი ნივთიერებები, რომელიც ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება. მაგალითად, როდესაც ჩვენ არარაციონალურ მოხმარებაზე ვსაუბრობთ ალკოჰოლის, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალკოჰოლ დამოკიდებულ პირებს, რომელთა ჩამოუყალიბდათ ალკოჰოლიზმი, ადამიანები, რომლებიც სისტემატურად საკმაოდ არაოპტიმალური რაოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს, აქვთ რისკი იმის, რომ გქონდეთ ბეჭდგუფის ვიტამინების ნაკლებობა. აღმოჩნდა, რომ ბეჭდგუფის ვიტამინების ნაკლებობა მრავალ სხვა შედეგთა შორის აისახება, ერთ-ერთი მისი გამოვლინება არის სმენასთან დაკავშირებული სირთულეები, აღარაფერს ვამბობ კოორდინაციის თავისებურებაზე, აღარაფერს ვამბობ აზროვნების სისწრაფეზე, მეხსიერებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ალკოჰოლის არარაციონალური გამოყენება არის რისკი იმისთვის, რომ დაზარალდეს ჩვენი ყურის ჯანმრთელობა და მათ შორის სმენა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ შაქარსა და მარილზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი მარილს. მარილი, რომელიც ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იწვევს წყლის შეკავებას ჩვენს ორგანიზმში და ერთგვარ შეშუპებას უჯრედებს შორის სივრცეში, რომელიც ყველა ქსოვილისთვის, ყველა ორგანოსთვის საყურადღებოა, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ყურისთვის და ჩვენი სმენისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება და კიდევ ერთი ფაქტორი, რომ მარილით დატვირთვის შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად ზრდით ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი წნევის რისკს, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებისათვის, ანუ მარილმგრძნობიარე ადამიანებისათვის არის საკმაოდ სერიოზული ფაქტორი სხვადასხვა სისტემის დაზიანებისთვის და მათ შორის ყურის და სმენის დაზარალებისთვის. შაქარი, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, სხვადასხვა პრობლემის დროს არის ხოლმე საყურადღებო პროდუქტთა სიაში, მაგრამ რატომ არის სმენასთან დაკავშირებით, ყურთან დაკავშირებით ეს პროდუქტი გამოყოფილი? იმიტომ რომ ხელს უწყობს ანთებას და ყველაფერი რაც ანთებას უწყობს ხელს, არის საზიანო სხვადასხვა სისტემისთვის და მათ შორის ყურისთვის. ჭარბი რაოდენობით პროცესირებული ცხიმის გამოყენება. ტრანსცხიმების გამოყენება სისტემატურად. ეს არ არის მარტო კულინარიული ცხიმი, ეს შეიძლება იყოს მარგარინი, ეგრეთ წოდებული მცენარეული კარაქი და ასე შემდეგ. მათი არარაციონალური სისტემატური გამოყენება ასევე ზრდის ანთების რისკს. ძალიან ხშირად თქვენ შეიძლება გჭირდებოდეთ ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომელთა შემადგენლობაც განაპირობებს ბეჭდგუფის ვიტამინების დანაკარგს. ან შეიძლება იყოს ისეთი შემადგენლობა, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს სმენაზე. ეს საკითხი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა გაიაროთ წინასწარ ექიმთან, იმისათვის რომ ნაკლები რისკები შეგექმნათ. ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც ჭირდება ჩვენს ყურს და სმენას. თუ ჩვენ ყვითელ ზონაში ვთქვით პროდუქტების შესახებ, რომელთა გამოყენება სარისკოა, სახიფათოა და ზრდის სხვადასხვა პრობლემის რისკს, მაშინ რომელი პროდუქტები გვჭირდება? პროდუქტები, რომელიც ძალიან მდიდარია ომეგა-3-ით და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ანტიოქსიდანტებით, ანტიდამჟანგავებით, ანუ ფერადფერადი პროდუქტები. და ომეგა-3-ის წყარო თქვენ ძალიან კარგად იცით, შეიძლება იყოს თევზეული, მაგალითად, ცხოველური წარმოშობის და მცენარეული წარმოშობის თხილეული. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მინერალების როლის გააზრება და ასეთ დროს მაგნიუმის, კალიუმის, თუთიის შემცველი პროდუქტების ჩართვა ჩვენს კოვიდის რაციონში აუცილებელია. დღევანდელი ჩვენი თებში სწორედ ასეთ პროდუქტებს იტევს და საგანგებოდ გამოვყოფდი ბეჭდგუფის ვიტამინებიდან, რასაკვირველია ფოლიუმის მჟავას, რომელიც ყველა მწვანე პროდუქტში, ნედლ პროდუქტში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის, მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია გაგახსენოთ. ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ B12 ვიტამინზე. არაერთხელ გვითქვამს, რომ მაგალითად ხელები რომ მიბუჟდება, მგრძნობელობა რომ დამიქვეით და ხელებში, ანუ და ქვედა კიდურებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ B12
D ვიტამინი აკლია ჩემს ორგანიზმს. და რა კავშირში შეიძლება იყოს ხელების დაბუჟება და მაგალითად სმენის დაქვეითება. აღმოჩნდა რომ პირდაპირ კავშირში, რადგან ორივე შეიძლება იყოს B12-ის ნაკლებობის შედეგი. და აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ როგორი უნდა იყოს ჩემი თებში. თებში, რომელიც გულისხმობს დრიული რაციონის შემდეგნაირად გადანაწილებას. სულ ცოტა ნახევარი ხილი და ბოსტნეულია, ბოსტნეულის უპირატესობით, მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად მარცვლეულ-ბურღულეულის უპირატესობით. რა საკვირველია გათვალისწინებით B12-ის შემცველობისა და ეს არის ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომელთა თავმოყრა ცილოვან ზონაში თქვენ არ გაგიკვირდებათ. ეს არის საკუთრივ წითელი ხორცი, ეს არის ღვიძლი, ეს არის კვერცხი, გარკვეულწილად კვერცხი, თევზი და ფრინველის ხორცი კომბინაციაში ჩემი ერთ დასახელებული მინერალებისა და სხვა ვიტამინების შემცველ ბოსტნეულთან ერთად, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო მაგალითად მწვანე ფოთლოვანი და პომიდორი რომ გავიაზროთ და ხილი, სეზონური ხილი, რომელიც ძალიან მდიდარია ჩემი ერთ დასახელებული მინერალებით, ცხადია ბეჯგუფის შემცველი მარცვლეულ-ბურღულეული და არ დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთია პროდუქტში იყოს საკვები ნივთიერება და მეორე მისი შეთვისება მოვახერხოთ ამისთვის ჭირდება კეთილგანწყობა, მიკრობიომისა და მიკრობიოტას წონასწორობა და წყლის ადეკვატური მოხმარება. წარმოუდგენელია ზაფხული ამ რეკომენდაციის გარეშე. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით და ჯანმრთელობას, დღესდღეობას გისურვებთ.